თავისუფლება სისტემის ყველა უკანონო თავისუფლების სისტემის ყველა უდანაშაულო პატიმრებს. ჩვენ გადავცურავთ ზღვას. წარმოდგენა, რომელიც გუშინ ჭადრების ბაღში ღია ცის ქვეშ ნახაოზურგეთელმა მაყურებელმა აგებულია ირაკლი ჩარკვიანის ჰიტებზე. წარმოდგენა მოიცავს მონოლოგებსა და მუსიკალურ ნომრებს, რომლებიც არსებულ რეალობასთანაა მორგებული და იმ მოვლენებზე მხატვრულად და წარმოსახვით გვიყვება, რაც საქართველოში ბოლო თვეებია მიმდინარეობს. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მანიფესტით ტურნეებს კვლავ გააგრძელებს, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა პოლიპატიმრები არ განთავისუფლდება და ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება. თუ შევძვლით სისტემას, შევძვლით მომავალს. დაგვაპატიმრეთ, თავისუფლება წაგვართით, ვერ შეგვაშინებთ. თავისუფლება იწყება ჩვენით. ხო, მოლოდინებს ის ხალხი გვიქმნის ხოლმე, ვინც აი მესიჯებს გვიგზავნის, როგორ მესიჯებსაც გვიგზავნია, რომ ბრძოლას თითქოს აზრი არ აქვს, ჩვენი ხმა არ ესმით, პირიქით, ყველას დაგვიჭერენ, ყველას გაგვჭყლიტავენ, მაგრამ უბრალოდ არის ხოლმე ეგეთი მომენტები, როცა სხვა გზას ვერ ხედავ გარდა მოქმედების რა. ეხლა მგონია რომ ზუსტად ეგ მომენტია. არ შეგვიძლია ჩვენ რომ მაგათ ხმას ავყვეთ, მაგათ მოწოდებებს დაუჯეროთ და მაგათ სურვილებს დავემორჩილოთ, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები არიან ციხეებში. ჩვენი თანამებრძოლები შიმშილობენ. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს და ერთადერთ მშვიდობიან გზას მაგას ვხედავთ და ლოგიკურია რომ ეგრეა. რომ მოვიაროთ ყველა ადამიანს ჩავხედოთ თვალებში, იმათი მხნეობით გავივსოთ, ჩვენ გავამხნევოთ, იმიტომ რომ ღრმათ მწამს მაგის, რომ მარტო ერთად შეგვიძლია იმ საბოლოო მიზანთან მისვლა, იმიტომ რომ ცალ-ცალკე არ არსებობს გამარჯვება რა. ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის გვჭირდება ყველა ის სიკეთე, რისთვისაც ვიბრძვით ახლა. ყველა ადგილზე ამას გვეუბნებოდნენ, რომ არსად არავინ არ იქნება და სადაც ვინმე დაგვხვდება იმ მათ თავებსაც სხვები ითვლიან, მე არ ვთვლი თავებს, მე 8 კაციან აქციაზეც ვდგარ ვარ თბილისში და ყოველთვის მჯერა, რომ როცა არის 8 კაცი და დგას მედგრად და იცის თავის სიმართლე, მე ეს 8 კაცი გადაიქცევა 1000-ად, 100-ად, 1000-ად და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონებში გასვლა და ადამიანების მოსმენა პირველ რიგში და დღეს ძალიან საინტერესო გამოსვლები მოვისმინა, პირადად ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ყველას გამოსვლა, განწყობების მოსმენა და ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ, აი მართლა ძალიან გახარებული ვარ პირადად მე, იმიტომ რომ თავარი ჩვენი ამ აქტი არის ის, რომ ერთმანეთს რაღაცნაირად გაუზიაროთ ეს ყველაფერი და გავაძლიეროთ, რაც მთავარია. ამიტომ რომელიც გურიას დიდი მადლობა. ჩემი საოცარი და ჩემთვის განსაკუთრებული რეგიონია და განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობთ აქ, რომლებსაც შეუძლიათ უდიდესი სიყვარული, უდიდესი გვერდში დგომა და იცი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რაღაცნაირად არ ვიცი, ჩვენი სატკივარი, ჩვენი სურვილები ჩამოვიტანეთ და ჩვენი სათქმელი ჩამოვიტანეთ ამ ადამიანებთან და ამ ადამიანებმაც თავიანთი სათქმელი და თავიანთი გულისტკივილი გაგვიზიარეს. ყველას გვინდა რომ უკეთესი ქვეყანა გქონდეს, ყველას გვინდა რომ მშვიდობიანი ქვეყანა გქონდეს და ყველას გვინდა რომ სამართლიანი ქვეყანა გქონდეს. ამაზე ყველა ვთანხმდებით. არა ვართ მოძალადეები და ეს არ გვინდა ერთადერთი. ჩვენი მეგობრები ციხეში სხედან და გვინდა რომ ჩვენთან ერთად იდგნენ სცენაზე. ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი სურვილი და მე ძალიან მიხარია რომ დღევანდელი დღე გურიაში შედგა და ძალიან მიხარია რომ ჩვენ არ ვიცი ემოციები გავცვალეს თეატრის მთავარი დანიშნულება რაც არის ალბათ ეს არის. არ დავბრუნდებით წარსულში.